ცნობთ, დღეს გვეწვია ქალბატონი დიანა ანფიმიადი გახლავთ მწერალი, პოეტი, ასევე ენათმეცნიერი. წერს როგორც დიდებისთვის, ასევე პატარებისთვის. აი ჩვენს ბიბლიოთეკაშიც არის გამოფენილი ნაწარმოებები. და თქვენი ასაკისთვის არის მაგალითად რამდენიმე ნაწარმოები შეესაბამება თქვენს. და ის გვიანობს საუბრობთ ზოგადად ქართული ენის მნიშვნელობაზე, იმაზე თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ქართულენოვანი მწერალია დიანა და ასევე თავის მის რამდენიმე წიგნზე. ახლა დიანას გადავცემ სიტყვას, რა თქმა უნდა ის უკეთესად საუბრობს საკუთარ ნაწარმოებებზე და ხავთ დიანა, მადლობა მოგზაურობთ ხის მადლობა თქვენ. მოგესალმებით ხარით. შეხვედრა დღევანდელ უფროსი გილოცავ. როგორც ძალიან მნიშვნელოვანი დღეს, ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ამ ენაზე ლაპარაკობს, კითხულობს, წერს და ასე შემდეგ. ჩემთვის მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ენა. მე ვარ წარმოშობით ბერძენი და სულ მთელი ჩემი ოჯახი ყველა ცხოვრობს საბერძნეთში და დიდი ხანია ეს ამბავი გრძელდება. სადღაც 20 წელზე მეტი ამ ქვეყანაში მე ვცხოვრობ მარტო რა, წარმოგიდგენთ დედის, ძმების ანსამბლის გარეშე ცხოვრება და ყოველს ალბათ რთულია ხო რაღაცნაირად და როცა ბევრი მეკითხებოდა ხოლმე რა, რატო არ გახვედი საბერძნეთში, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ჩვენ ქვეყანაში ცოტა უფრო რთული სიტუაცია იყო, ვიდრე დღეს არის ხო? ვფიქრობდი რატომ არ წავედი, რატომ ვერც ერთხელ ვერ გადავიდი გულისხმობ დიდი ხნიდან საცხოვრებლად რომელიმე სხვა ქვეყანაში, მეტად საბერძნეთში, რომელიც ჩემი მეორე სამშობლოც არის რეალურად. და მე მივხვდი თავარ პასუხს არის ქართული ენა იყო რეალურად მიზეზი, რის გამოც დავჭირა, რის გამოც ვერ წავედი. დავჭირა, აი, ვერ წავედი. არასოდეს ესეთი გადაწყვეტილება არ მივიღია. მე სხვადასხვა დროს აი ეს ენის მნიშვნელობა ძალიან სხვადასხვა კუთხით რაღაცნაირად შემოვიდა და აბსოლუტურად სხვადასხვა როგორც შობელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ვიბრძენი ქართული ენის, იმიტომ რომ მე მყავს თქვენ მეშვიდე კლასელები ხართ, ხო? მყავს მერვე კლასელი შვილი აუტიზმის სპექტრით, რომელმაც ალბათ არ ვიცი, ალბათ იცით ამ სპექტრის შესახებ, გვიან დაიწყო ლაპარაკი. ბევრად გვიან, ვიდრე ჩვეულებრივ ხდება ხოლმე ეს პროცესი და აი ამ ენის ლოდინში და მისი ამეტყველების ლოდინში, როდესაც ყოველი სიტყვა 10 მაგათ უფრო ძვირფასი არ ვიდრე თქვათ რაღაცა ჩვეულებრივ შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტად მივხვდი რამხელა სიმდიდრე, რამხელა ამბავია ეს ენა. ამასთან დაკავშირებით ახლა დავინახე ჩემი წიგნი ავიღოთ და ამაზე რეალურად ეს ჩემი წიგნი, ეს არის ფენტეზის ჟანრის ნაწარმოები და კარგული სიტყვების ლექსიკონი, რომელიც მთავარი ესე იგი შთაგონების წყარო და მუზა, როგორც ასე ვთქვათ, ჩემი შვილი იყო რა, იმიტომ რომ როცა ბოლოს ეს ლაპარაკი დაიწყო, ხო, მაშინ მივხვდი რომ თურმე როგორ არ ვაფასებთ ყველაზე მთავარ სუპერძალას, რომელიც ჩვენს გვაქვს. კომიქსებს ალბათ და ფენტეზის ყველანი კითხულობთ, ან უყურებთ და ესე ხო? ხო და იქ ხა ამ გმირებს, საბავშვოს ცოტა უფრო დიდებს. თქვენ დამეხმართ. სხვადასხვა სუპერძალები აქვს, ხო? სხვადასხვა რამები ზოგს ფრენა შეუძლია, აგერ ჰარი პოტერის საერთოდ კიდე სხვაგან. კიდე ხო არ გამახსენებთ რა სუპერძალებია ისეთი განსაკუთრებული რა ამ ჟანრში დიახ. ხო, დოკუმენტანაც, ხო და ესეთი ზოგი ფრინა, ზოგი ფრინანსაცლებს უშვებს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო, ეს ძალების სხვადასხვანაირი. ზოგს დროში მოგზაურობა შეუძლია რაღაცა პარალელურ რეალობაში პორტალის გახსნები და მთელი ამბები, მაგრამ ჟანრიო ძალიან განვითარდა და განსაკუთრებით კინოს ნაწილში რო სასწაულებს უყურებთ, მე ძალიან მიყვარს ეს ჟანრი და მეგონი რაღაცა გქონდა. მაგრამ ერთ-ერთი სუპერძალა, რომელიც რეალურად არც კი გვიფიქრია, როგორი სუპერძალა და მე მივხვდი, იმიტომ რომ ჩემთვის ეს ცოტა უფრო ძნელად მოვიდა, ვიდრე ყოველთვის რეალურად. აი ის რა ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ რა. და ჩვენ ესეთი სასწაული, აი რაღაცა ისეთი უცნაური რამეა, რომ მე შემიძლია, აი თქვენ
თქვენთვის გასაგებ ენაზე გელაპარაკოთ, თქვენგან პასუხი მივიღო და ამით ყველაზე მნიშვნელოვანი კონტაქტი დამყარდეს. რითიც რატო განვითარდა ადამიანების საზოგადოება გიფიქრიათ მაგაზე. ხა თქვენ ალბათ ძალიან ბევრი გაქვთ ამაზე წაკითხული, თვალებში გეტყობათ, ძალიან ჭკვიანი ხალხი ხართ. აი ეს რაღაცა ვიცით ხო, ნეანდერტალები, სხვა ეტაპები ჰომო საპიენსები და რაღაცები. სინამდვილე აი რატო გადარჩა ადამიანი, გიფიქრიათ მაგაზე? მაშინ როცა ხმალკბილა ვეფხვი გადაშენდა. და ძალიან ბევრი ისეთი დიდი ცხოველი, რომელიც ჩვენ ადამიანს არც კბილები ქონია ისეთი, ხო, ჩვეულებრივი კბილები ქონია. იმ ადამიანს კიდევ უფრო შეეძლო ალბათ დაუმუშავებელი ხორცის კბილებით გაგლილი, ჩვენ ნამდვილად აღარ გვაქვს ამის. რა ვიცი, არც ფიზიკურად არ იყო ხა სხვებზე, რა ვიცი, ვეფხვზე ძლიერი ხო არ იყო. და რამ გადაარჩინა თქვენ როგორ გონიათ? დიახ. კომუნიკაცია? ხო, იმან რომ სხვა ადამიანების. მე ესე მგონი, მე ეს პასუხი მაქვს, არ ვიცი. დიახ. გაკეთება ბევრი რამის გაკეთება. მაგალითად ქვის გამოკეთება. რა თქმა უნდა, გონებამაც პირველ რიგში. და ის არის კარგი, რომ შეიძლება თუ ერთმანეთს უსვამთ ინფორმაციები და ერთად რო განვითარდეს. მაგალითად ადამიანი წავიდა რაღაცა ქვისგან და ქვისგან გაკეთებული იარაღებისგან რაღაცა დენის ტექნოლოგიაზე გაუშვეს ადამიანი მაგალითად თვარეზე და მასზე გამოგზავნეს რობოტები რა. მადლობა. თქვენ ხო ეს ერთი ის რომ რა თქმა უნდა ის გონებამ გადაარჩინა, ყველაზე სუსტი სინამდვილეში. რა ვიცი ხა ჩვენ ადამიანთა სუსტი ცხოველი კი არიან, მაგრამ ბევრი არ არის. ხო და მეორე ის რომ მეორე ადამიანს დაუკავშირდა რა, უფურად გადარჩნენ ადამიანები, მე მგონია და მათ კომუნიკაციის საშუალება მთავარი საშუალება არის ენა. ხო და ამ წიგნში ამ ბიჭს რომელიც არის პერსონაჟი და ჩემ ყველა წიგნში თუ ბიჭი პერსონაჟია გიორგი ქვია ჩემი შვილის სახელი. აქ ეს სუპერ ზალა. ლაპარაკი ანუ შეუძლია თავისით გადავიდეს ერთენიდან მეორეში და ყველა ენაზე მოახერხოს კომუნიკაცია. მათ შორის უსინათლო ადამიანს ელაპარაკოს, ხო? არ ვიცი ხა თქვენ როგორ უნდა ვუთარგმნოთ სამყარო, ხილული სამყარო, მას ვისაც არასოდეს არ დაუნახავს, ხო? ეს ახერხეს. აი თქვენ არ ვიცი, სავარჯიშო სავეჭე გიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ აი როგორ ვანახოთ მაგალითად რაღაცა როგორ ვეუბნებით გათენება რაფერია, მზის ჩასვლა რაფერია, როგორია ადამიანს, უსინათლო ადამიანის მაგალითად. ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე მიდის მოგზაურობაში, იმიტომ რომ ამას ეძებს და მთელი ამბები გადახდება, მაგრამ თავარი არის ის, რომ სინამდვილეში მეც მივხვდი მე რა. სინამდვილეში ეს სუპერ ძალა, რომელიც არაფერ განსაკუთრებულთან არ არის დაკავშირებული, არის ეს ენა, რომელიც გვაქვს. მეორე ამბავი იყო კიდევ უკვე წერასთან დაკავშირებული და ესეც რაღაცა წელინახევრის წინ გარდამეცვალა დედა. და დიდი ხნის განმავლობაში ძალიან მძიმე დიაგნოზით იყო და რაღაცნაირად თან ვეგუებოდი ხა ამ პროცესს, როცა იქნებოდა დავკარგავდი და თან ოპერაციის წინ როცა შედიოდა, შეყავდათ ამ ოპერაციაზე და მაშინ ვიგრძენი სინამდვილეში რა მაგარი პროფესია აქვს. აქამდე არასოდეს არ მქონია იმის განცდა, რომ რამე განსაკუთრებით ვაკეთებ. ეხლა უკვე მწერლობა გვქონს. მართლა რა, თუ მეგონა რომ ჩემ ჭიას ვახარებდი და ალბათ იმიტომ წერ მეთქი, რომ ხა სიმღერა, ცეკვა, სპორტი არ შემიძლია და ნუ მათემატიკაც არ ვიცი ისე როგორც უნდა ვიცოდე. ნუ ეს ვიცი და ამიტომ წერ მეთქი, ესე ვფიქრობდი. მაგრამ აი მაშინ ზუსტად იმ საავადმყოფოში მივხვდი, როგორი მაგარი პროფესია მაქვს, რომ შემიძლია ადამიანი როცა მონატრება, როცა აღარ მეყოლება, გავაცოცხლო, მასზე დავწერო და გავაცოცხლო. ეს იყო ისეთი მაგარი აი უცებ მივხვდი, რომ დედა რა მაგარი რამე აქვს თქო რა. ისეთი აღმოჩნდა და რა თქმა უნდა გულიდან ლოდიც მომშორდა და აი ამ დაკარგული სიტყვების ლექსიკონშიც არის ერთი ისეთი ამბავი, რომ მკვდარი ენები ცოცხლდებიან. ახლა თქვენს დამეხმარეთ რა განსხვავება ამ მკვდარსა და ცოცხალ ენას შორის და რომელი მკვდარი ენა იცით?
ის ენა, რომელმაც მათ შორის თქვენთვის რადგან ფრანგულ სკოლაში ვარ, ალბათ თავი ენა ფრანგულია ხო? მივხვდით. მათ შორის იმ ენას დაუძე საფუძველი, რომელსაც თქვენ სწავლობთ. დიახ. მკვდარი ენა არის, როცა ანუ ენა ასე ვთქვათ გადაშენებულია და უკვე არავინ მაგ ენაზე არ ლაპარაკობს. ცოცხალი არავინ არ ლაპარაკობს. შეიძლება ტექსტები კი არა და დიდებული გენიალური ქმნილებები გქონდეს, ლათინურზე და ენეიდა და მთელი ამბები, მაგრამ ცოცხალი აღარ არის ისეთი, რა. ანუ ცოცხალი ადამიანები არ ლაპარაკობენ მათ. ეხლა წარმოიდგინეთ, როდესაც უამრავი იმპერიის, უამრავი დიდი ენა გადაშენდა. აღარ არის ძველი ბერძნული, აღარ არის ლათინო, შუმერული და ასე შემდეგ. თქვენ გყავთ ცოცხალი ენა. თქვენ, ანუ გარდა იმ თქვენი ოჯახისა, რომელზე პასუხისმგებლობაც გაქვთ, თქვენი მეგობრებისა, ხო? რომელზე პასუხისმგებლობაც ავიღებთ, იმიტომ გახსოვთ ეგზიუპერის რომ უნდა იზრუნო მასებით მოშინაურე, ხო? კიდევ ერთი მთავარი პასუხისმგებლობა, რაც ყველას გვაქვს, თქვენც და მეც არის ესე პასუხისმგებლობა, რომ ჩვენი ცოცხალი ენა, რომელიც არის ჩვენი ცოცხალი ენა, იყოს ცოცხალი. არ მოგიკვდეთ რა, არ მოგვიკვდეთ ასე ვთქვათ. შინაური ცხოველი ვის გყავთ? ძაღლი ვინ? ხო? ყველაზე მთავარი შიში ხო ეგ წარმოდგენ მე აი საერთოდ არ მინდა რომ წარმოვიდგინე ჩემი ძაღლი რომ მოგხვდება. ძალიან მეშინი, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს. და ყოველდღიურად ვზრუნავთ ამაზე, ხო? რაღაცა იქ ვეტერინართან მიმყავს, აცრას არ უგვიანებ, ვცდილობ სხვა ძაღლებისგან დავიცვა, იმიტომ რომ ძალიან პატარაა და ეხა უზარმაზარ ძაღლებს კი ეჭიმება, მაგრამ არ აქვს მაგის თავი, რომ ისინი დაამარცხოს. ასე შემდეგ. ხო და ესე ვცდილობ, რომ ის სიცოცხლე გავახარისხებო და წარმოიდგინეთ, თუ პატარა ცხოველზე ვფიქრობ, რა მნიშვნელოვანია ენაზე იზრუნო რა, როგორ ზრუნავთ ამ ენაზე. ამ ენაზე ვლაპარაკობ, ამ ენაზე ვკითხულობ, ამ ენაზე ვწერთ, ეს არის მთავარი ისო ამბავი. 1978 წლის 14 აპრილს რა ამბები მოხდა ხო თქვენ დავეხმარეთ. რატომ აღნიშნავთ დღეს 14 აპრილს ენის დღეს, გარდა იმისა, რომ დიმიტრი ყიფიანის დაბადების დღეა მაგალითად. რა ამბები მოხდა, დიახ? ქართული ენა ამუშალეს? ხო, ცდილობდნენ რომ ამოეშალოთ და მერე რა მოხდა? მერე ისე პროტესტები იყო, აქციები. კი, ახალგაზრდობა გამოვიდა. თქვენ ხელა ახალგაზრდობა გამოვიდა, სტუდენტები გამოვიდნენ და დაიცვეს ენა და არ მისცეს უფლება, რომ სახელმწიფო ენის სტატუსი ჩამოერთვათ. ანუ აღარ ქონოდა ამ ენას. იზრუნეს რა. რა თქმა უნდა, ეს უფრო მასშტაბური ზრუნვაა, ვიდრე ძაღლის ვეტერინართან წაყვანა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ზრუნვაა. ესეც ერთგვარი თქვენი მოვალეობა, თქვენ ხართ ის ხალხი, ვინც ეს ამ ენას სიცოცხლე უნდა შეუნარჩუნოს. ეს პირადად ჩემთან არის მთლიანი სამყარო. სამყარო როგორც ახალი, რა კარგია, მადლობა. სხვებს რა ვერსია გაქვთ კიდევ? დიახ. ქვეყანა შესანიშნავია, მადლობა. ესე იგი სახლიც, სამყაროც, ხო? ენაც მათ შორის. წიგნით შეიძლება იყოს სახლი, სადაც რაღაცა თავშესაფარი გაქვს, და ასე შემდეგ. მოკლედ, ეს სახლი არის ესეთი კონკრეტული სახლი თბილისში. ქიაჩელის ქუჩაზე, აგერ ვერაზე. სახლი, რომელიც დღესაც დგას და რომელიც თავის მე-19 საუკუნეში აშენდა და რომელშიც სხვადასხვა დროს ცხოვრობდნენ ამ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები. პირველად ცხოვრობდა მიხეილ გედევანიშვილი, იყო ესეთი ექიმი მე-19 საუკუნეში, რომელიც ილია ჭავჭავაძის პირადი ექიმი იყო. და ილია ჭავჭავაძის პირველი გამოცემა მან გამოსცა. ეხლა თითქოს იფიქროთ, რომ სად ექიმიო და სად ლიტერატურაა, მაგრამ არა, ძალიან დიდი მოღვაწე იყო. ყავდა ცოლი ანასტასია გედევანიშვილი, რომელიც მწერალი მთარგმნელი, სხვა შორის ფრანგულიდან თარგმნიდა, ფრანგულ ლიტერატურას თარგმნიდა ანასტასია გედევანიშვილი და ამას გარდა იყო ფემინისტი. ის იყო ფემინისტი, რაც ნიშნავს ვარით. ასეც ახლა დიახ. ფემინისტი არის ერთი ადამიანი, რომელიც ქალთა უფლებებს ფავორის უყურებს. კი ბატონო, ქალთა უფლებებს იცავდა და აი წარმოიდგინეთ ხო მე-19 საუკუნე თბილისი რომელიც ესეთი არ არის დღეს როგორც იყო და აი იმ სახლში რომელიც არის ქიაჩელის ქუჩაზე და რომელიც მინდა რომ პაროლი არ გაქვს. ხო, აი სახლი რომელიც აქ არის, ამ სახლში თბილისის სხვადასხვა უბნიდან მოდის 150 ქალი იკრიბება.
ყოველთვის სხვადასხვანაირი იქნება. ზოგი არისტოკრატი, ზოგი მუშა, ზოგი მასწავლებელი და ითხოვენ ქალთა ესე იგი უფლებას, რომ ქალებმა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ხო იცით, რომ ქალებს არ ჰქონდათ ამის უფლება. მერე სხვა დროს იყო ესეთი მნიშვნელოვანი ადგილი, რომ ანასტასია თუმანიშვილმა და სხვა ესე მნიშვნელოვანი ადამიანებმა, მაგალითად აკაკი წერეთელი გულშემატკივრობდა ამ იდეას, დაარსეს არალეგალური საბავშვო ბაღი. რუსეთის იმპერიას აკრძალული ჰქონდა ქართულენოვანი ბაღი და არ შეიძლებოდა. თუ იქ ბაღი უნდა ყოფილიყო რუსულენოვანი. და ქართულენოვანი ბაღი ლეგალურად შეიძლება არსებულიყო. ამიტომაც ანასტასია გედევანიშვილმა და იაკობ გოგებაშვილმა და ნიკოლაევმა მოკლედ ესე არალეგალ ჩუმად, თავრობისგან ჩუმად დაარსეს საბავშვო ბაღი, სადაც ბავშვები ქართულად სწავლობდნენ. საბავშვო ბაღი რომ ქართულენოვანია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ განათლება ენის სწავლების ეს მთავარი ეტაპი მაშინ არის, ხო? ესეც ამ სახლში ხდებოდა. მერე მოკლედ სხვადასხვა დროს აი სულ ესეთი ამბები ხდებოდა ამ სახლში და ამიტომაც ამ სახლის საშუალებით რაღაცად მოვყევით საქართველოს ისტორია. ესეთი კარი ახლა თუ ჩაივიდით კიაჩელის ახლა კიაჩელის ოცია მაშინ სხვანაირი ორგანოვის კუჩა იყო მაშინ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა დროს ამ სახლში ცხოვრობდნენ და არა მხოლოდ ცხოვრობდნენ, არამედ მოდიოდნენ. იქ აილია ჭავჭავაძე, ოლღა გურამიშვილი, მარო მაყაშვილი და ბევრი ადამიანი სხვადასხვა საუკუნის, სამი საუკუნის საქართველოს ისტორიაა მოყოლილი ამ ერთი სახლის ამბების საშუალებით, ასე ვთქვათ. მგონია, ენა განაპირობებს მოკლედ ვინ ვართ ჩვენ რა. სარკეში რო იხედებით ხოლმე დილით, ენას, რომელსაც ატარებთ სარკეში ვერ ხედავთ, მაგრამ ის უფრო დიდი ზეგავლენა აქვს მას თქვენზე, ვიდრე თქვა რაღაცა გენეტიკური ნიშნები, რომლებიც თქვენი მშობლებისგან დააყვათ. ამიტომ მინდა რომ გიყვარდეთ ეს ენა და მინდა რომ ხო, თავარი ისე რომ ჩვენ ყველამ ყოველდღიურად ვიფიქროთ, რომ ჩვენ უნდა ვაცოცხლოთ ეს ენა რა. ძალიან მნიშვნელოვანია რომ საბამისად ეგეთი ამბებია. თუ რამე კითხვა გაქვთ, მიკითხეთ და ბოდიში თუ ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ. ირიკი, დიდი მადლობა საინტერესო იყო.